მოგესალმებით. დღეს მიმოვიხილავ რუსეთის სახელმწიფო ჯარების მთავარ დამრტყმელ საცეცხლე ძალას, ტანკს, რომელიც დღესაც დიდი ინტერესის საგანია მთელს მსოფლიოში. T-90 ვლადიმირი. სახელი ეწოდა მთავარი კონსტრუქტორის ვლადიმირ პოტკინის პატივსაცემად. ეს არის თანამედროვე რუსული ტანკი, რომელიც წარმოადგენს T-72-ის ღრმა მოდიფიკაციას. იგი შექმნილია ურალვაგონ ზავოდის მიერ 1999 წელს. გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ტანკის ინდექსი იყო ობიექტი 188, ხოლო სერიულ წარმოებაში ჩაშვების შემდეგ 1992 წელს დაერქვა T-90. წარმოება მიმდინარეობდა 1992-1996 წლებში და ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო ჯარებს მიეწოდა 120-ზე მეტი ერთეული. ამის მერე ფინანსების უკმარისობის გამო წარმოება შეჩერდა და ხელახლა განახლდა მხოლოდ 2004 წელს. ახალი ტანკებით დაკომპლექტდა სუვოროვის მოტომსროლელთა 21 დივიზიის ერთი პოლკი და ასევე დონის მეხუთე გვარდიული სატანკო დივიზიის ერთი ქვედანაყოფი. 2004-2006 წლების გამოშვების T-90-ების ერთი ბატალიონი ირიცხება ტამანსკის მოტომსროლელთა დივიზიაში. ჩვენთვის საგულისხმო ფაქტია ის, რომ დღესდღეობით სამაჩაბლოსა და აფხაზეთში განლაგებულ მეოთხე და მეშვიდე ბაზებზე, სადაც თითო ჯავშა სატანკო ბრიგადებია დისლოცირებული, სწორედ T-90 ტიპის ტანკებითაა გადაიარაღებული. ამ სამხედრო ბაზების და იქ განთავსებული ქვედანაყოფების შესახებ შემდეგში ცალკე მიმოხილვას გავაკეთებ აუცილებლად, ასე რომ არ გამოტოვოთ. ტანკი T-90 ინარჩუნებს რუსული სატანკო მშენებლობის თავისებურებებს, რომელშიც შეიარაღება მოთავსებულია მბრუნავ კოშკურაში. ძრავა და ტრანსმისია მოთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილში, ხოლო ეკიპაჟი განთავსებულია კვლავ ისე, როგორც T-72-ში. ეკიპაჟის მეთაური და მემიზნე ოპერატორი საბრძოლო განყოფილებაში, მძღოლ-მექანიკოსი მართვის განყოფილებაში. T-90-ის პრაქტიკულად ყველა მოდულს აქვს ახალი მახასიათებლები და შეიმჩნევა მკვეთრი გაუმჯობესება ყველა სისტემის, რომელიც აფუნქციონირებს საბრძოლო მანქანას. მათ შორის აღსანიშნავია ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული სისტემა, რომლის მიზანია აწარმოოს ეფექტიანი დამიზნებული ცეცხლი დიდ მანძილზე, ჭურვებით და მართვადი რაკეტებით, როგორც გაჩერებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობის დროს, მოძრავი და უძრავი მიზნების წინააღმდეგ. დამიზნებული ცეცხლის წარმოება შეუძლია როგორც მემიზნე ოპერატორს, ასევე ტანკის მეთაურს, დღესა და ღამის პირობებში. ეს სისტემა უზრუნველყოფს ეფექტური სროლის მანძილს და ღამით მიზნების დაზიანების ეფექტიანობის გაზრდას, ტანკზე დაყენებული სითბური და ღამის ხედვის თანამედროვე აპარატურის დახმარებით. T-90-ის ახალი ვერსია T-90A ან ობიექტი 188A1 შეიარაღებაში მიღებული იქნა 2004 წელს, რომელიც გაუმჯობესებულია ბევრი მიმართულებით. კერძოდ, ღამის სამიზნედ დაყენებულია თანამედროვე, სრულებით სტაბილიზირებული ხედვის არის მქონე მეორე თაობის თერმული ხელსაწყო, რომელიც ინტეგრირებულია ძირითად სამიზნე მოწყობილობასა და მანძილმზომ არხთან. ძველი მეორე თაობის დინამიური დაცვის ელემენტები შეცვლილია ახალი, მესამე თაობის ელემენტებით. მიღებულია კარდინალური ზომები ავზების ხანძარ-საშიშროების შესამცირებლად. ჭურვები, რომლებიც არ არის მოთავსებული ავტომატურ დამტენში, ინახება სპეციალურ შეჯავშნულ კონტეინერში, რაც საკმაოდ ამცირებს ჭურვების დეტონაციის ალბათობას. თვითონ ავტომატური დამტენი დაფარულია დამატებით ჯავშნით. შეცვლილია ქვემეხის სტაბილიზატორი, რაც ორჯერ ზრდის ლულის გადაგდების სისწრაფეს და სროლის სიზუსტეს მოძრაობაში. ტანკზე აყენია დიზელის ძრავა B-44 840 ცხენისძალით. მოდერნიზებულ ტანკებზე აყენია ძრავა B-92 1000 ცხენისძალის სიმძლავრით. ამ უკანასკნელის წონა არის 1020 კილოგრამი, რაც ორჯერ ნაკლებია ამერიკულ და ევროპულ სატანკო ძრავებთან შედარებით. ასევე აქვს ბრუნვითი მომენტის გაცილებით დიდი რესურსი. დიზელის ძრავების ბრუნვის რესურსის მომენტი შეადგენს 6-18%, ხოლო ამ ძრავში ეს მომენტი გაზრდილია 25-30%-მდე. რესურსების ასეთი მარაგი უზრუნველყოფს ტანკის მართვის გაადვილებას, ამაღლებს მის მანევრულობას და საშუალო სიჩქარეს. T-90-ის შეიარაღებას წარმოადგენს 125 მმ-იანი ქვემეხი 2A46 M4, 43 ჭურვით, მათ შორის 22 მოთავსებულია ავტომატურ დამტენში. დამიზნების მაქსიმალური მანძილი ჯავშან-გამტანი ქვეკალიბრული ჭურვებით არის 4000 მეტრი, მართვადი რაკეტებით 5000 მეტრი, მსხვერპლად ფუგასური ჭურვებით 10000 მეტრი დაკიდული ტრაექტორიით. პირდაპირი გასროლის მაქსიმალური მანძილი 2 მეტრის სიმაღლის ფიგურაში აღწევს 2120 მეტრს. ქვემეხის სწრაფსროლა არის 8 გასროლა წუთში, ხელი დატანის შემთხვევაში 2 გასროლა წუთში. ქვემეხთან შეწყვილებულია 7.62 მმ-იანი ტყვია-მრქვევი PKT 2000 ტყვი. საზენიტო ქვემეხი 12.7 მმ, კორდი 300 ტყვით. 6 მართვადი რაკეტა 9K-119 რეფლექსი. პირველი სერიის T-90-ებში
ეყენა ცეცხლის მართვის სისტემა 1A45T, რომელიც უნიფიცირებული იყო T80-ის ცეცხლის მართვის სისტემასთან. ასევე ეყენა ოპტიკოელექტრონული ჩახშობის კომპლექსი შტორა 2, ეგრეთ წოდებული წითელი თვალები, რომელიც უზრუნველყოფს ტანკის დაცვას მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის შეიარაღებაზე მყოფი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისაგან. ნახევრად ავტომატური დამიზნების სისტემით მართვადები, როგორიცაა TOW, Milan, Dragon და ლაზერული თვითდამიზნებადი ტიპის Maverick, Hellfire, Copperhead და ასე შემდეგ. ბოლო მოდელის მრავალ T90-ზე უკვე დაყენებულია Arena აქტიური დაცვის სისტემა, რომლის ამოცნობა ძალიან მარტივია კოშკურაზე დამაგრებული რადარის მეშვეობით. იგი აფიქსირებს ტანკის მიმართულებით გასროლით ჭურვებს და კორპუსზე დამაგრებულ ამპეტ მექანიზმს ააქტიურებს, რომელიც შემხვედრი გასროლით კორპუსიდან გარკვეულ მანძილზე ანეიტრალებს მოწინააღმდეგის გამოსროლით ჭურვებს. T90-ის დაცულობა გაზრდილია 3-ჯერ პირველი სერიის T72-თან შედარებით. მასზე დაყენებულია ჩაშენებული დინამიური დაცვის ელემენტები. კონტაქტ 5 ERA. ERA ნიშნავს ამფეთქ რეაქტიული ჯავშანს, რომელიც კონტაქტ 1-თან შედარებით უზრუნველყოფს ტანკის დაცვას არამატო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ, არამედ ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ. მოდერნიზებულ T90C-ზე ასევე T90-100 და 10-ზე შენდება გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შედუღებული კოშკურა და ახალი თაობის დინამიური დაცვის ელემენტები. ცეცხლის მართვის კომპლექსი 1A45 შედგება ცეცხლის მართვის სისტემისაგან 1A42 და მართვადი რაკეტების მართვის სისტემისაგან. ცეცხლის მართვის სისტემა უზრუნველყოფს სროლის პარამეტრებში შესწორების ავტომატურ შეყვანას. ამ დროს გამოითვლება ტანკის სისწრაფე, მანძილი მიზნამდე, ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მისი მიმართულება, ქვემეხის დახრის კუთხე და ასევე მისი არხის ცვეთის ხარისხი. ტანკის თერმული ხედვის მოწყობილობა S-ა, ხოლო ზოგიერთ მოდელებზე ასევე აყენია ფრანგული კატერინ FC, ჩვეულებრივ პირობებში უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენას 6400 მეტრზე. მისი წყალობით T90 გახდა უფრო მხედველი, დღისითაც და ღამითაც. საბიზნესში კარგად ამოიცნობა არა მარტო ჯავშან ტექნიკა, არამედ ადამიანების 3-4 კილომეტრის მანძილზე. მოდით განვიხილოთ ამ ტანკის დადებითი მხარეები. ესენია: დასავლეთის ტანკებთან შედარებით გაცილებით უკეთესი დაცულობა, რომელიც მიიღწევა მძლავრი პასიური ჯავშნის და ახალი თაობის დინამიური დაცვის შერწყმის წყალობით. ზეზუსტი იარაღის წინააღმდეგ მოქმედი მოწყობილობის ქონა. მცირე წონა და ზომები, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიულ მობილურობას, გაბარიტულ გამავლობას, ბრძოლის ველზე ნაკლებად შემჩნევადობას და დაზიანების შესაძლებლობის შემცირებას. ჭურვების ტიპის ფართო არჩევანი, რომელშიც შედის ქვეკალიბრული, კინეტიკური, ჯავშანგამტანი, მსხლევად ფუგასური, კუმულაციური ჭურვები და ასევე მართვადი რაკეტები. მოდერნიზაციის კარგი პოტენციალი, კარგი გამავლობა და საიმედო მუშაობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში და რაც მთავარია, დაბალი ფასი. ახლა რაც შეეხება უარყოფით მხარეებს. ეკიპაჟი დაუცველია საბრძოლო კომპლექტის აფეთქებისაგან, რაც განპირობებულია ჭურვების კორპუსში განთავსებით. T90 რამდენადმე ჩამორჩება დასავლეთის ტანკებს მობილურობაში მექანიკური ტრანსმისიის გამო. სერიულ ტანკებზე არ აყენია სატანკო ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ბრძოლის ველიდან საკუთარი ქვედანაყოფის ტანკების ადგილმდებარეობაზე და ტანკის ტექნიკურ მდგომარეობაზე. 2006 წელს ასეთი რუსული სისტემა გადიოდა ცდებს მოდერნიზებულ ტანკზე T-72B2 როგატკა. მეგობრებო, ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და რაც მთავარია, გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.